დღეს არის მომზადების 71 დღე ოფიციალურად, ისე სადღაც 90-ე დღე და უკვე ყველანაირი мотивაციისა და ენთუზიაზმის ნიშანწყალი გამქრალია. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტე ცოტა გარემო შემეცვალა და დღის პირველ ნახევარში წავსულიყავი ბიბლიოთეკაში სამეცადინოდ. არ ვიცი ეს რამეს თუ შეცვლის, მაგრამ ასეა თუ ისეა დარჩენილი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანა. ძალიან კარგი ამინდი იყო და უკვე პუნქტუალურად 8 საათზე ბიბლიოთეკასთან ვიყავი. ეს არის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც წელიწადის ამ დროს დილის 8 საათზე მხოლოდ ჩემი კურსელი თუ შეგხვდება. სამეცადინოდ საკმაოდ კარგი გარემოა, თუმცა მე ყოველთვის მაინც სახლში მეცადინეობას ვარჩევდი, რადგან გარემოს რაღაცნაირად მიჩვეული ვარ. თუმცა როცა არ იცი мотивაცია რანაირად გაიჩინო, რაღაც მაინც უნდა შეცვალო. როგორც გითხარით, საერთოდ არავინ არ იყო თითქმის ბიბლიოთეკაში, სრული სიწყნარე იყო და კარგი გარემო საკმაოდ იმისთვის, რომ ადამიანს კონცენტრირება შეძლებოდა. მეც ჩემი ნივთები ამოვალაგე და შევდექი იმ დღის გეგმის შესრულებას. ესე გამოიყურება ჩემი ხედი, ჩემს სახლში გაკრულ კონსპექტებს ნამდვილად ჯობია. და დღევანდელი ნევროლოგიის ბოლო დღეც დაიწყო. დაახლოებით პირველ საათამდე ვიყავი ბიბლიოთეკაში. ამ პერიოდის განმავლობაში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ერთ პოზიციაში ჯდომაც საკმაოდ დამღლელია. ამით დღის პირველი ნახევარი დამთავრდა, მოვასწარი დაახლოებით გეგმის მესამედი და შემდეგ წავედი უკვე სახლისკენ, სადაც ცოტას დავისვენებდი, შევჭამდი და შემდეგ გავაგრძელებდი ამ ყველაფერს. ყველა სტუდი ის არის, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო ნაკლები ენერგია აქვს ადამიანს მონოტონური საქმისთვის და უფრო ნაკლები ხალისით აკეთებს ამ ყველაფერს. თუმცა მე ეჭვება ვინმე არსებობდეს, ვინც 100 დღის განმავლობაში მონოტონურ საქმიანობას დიდი ხალისით შეუდგება. გარეთ ძალიან კარგი ამინდი იყო. აი ესეთი ადამიანი იქნიდა ქალაქის ცენტრში განწყობას, თუმცა გეგმა არ იცდის და დაუბრუნდით სახლის იმ ნაწილს, რომელიც უკვე ძალიან არ მიყვარს. ამის შემდეგ დაახლოებით 3-4 საათი კიდევ იმეცადინე და შემდეგ წავედი უკვე დარბაზში. რადგან ისინი დღეს ადრე იკეტებიან, მინდოდა მომესწრო დღევანდელი ვარჯიშიც და ტესტებს უკვე ვარჯიშის შემდეგ გავაკეთებდი. დღევანდელ პროგრამაში იყო მხრის დღე, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო პროგრამაა ჩემთვის და პირდაპირ შევუდექი საბაზისო ვარჯიშების კეთებას. მინდა გითხრათ, რომ ვარჯიში მიუხედავად ამ მონოტონური გრაფიკისა, მაინც არ კარგავს იმ ძალას, რომ მომცეს პოზიტიური ემოციები დღის ბოლოს და ასე ვთქვათ, განთავისუფლოს მთლიანი გონება ამ მონოტონური საქმისგან. და ეს დღეც ნელ-ნელა ბოლოსკენ მიიწურა, სახლში დაბრუნებულმა კი დღევანდელი დღის ტესტებიც დავასრულე.